საკვები, სადაც უდიდესი უარყოფითი როლი უკავია და ეს ახლა ახალ ამბავს ჩვენ არ ვიტყვით პურ პროდუქტებს, ანუ ფქვილი და ხორბალი, რომელიც არის საშინელ ფორმით მოწოდებული და წვება ის დღევანდელ ასე ვთქვათ ინდუსტრიაში. ის ხორბალიც თურმე გენმოდიფიცირებულია ან გენური ინჟინერიით გამოყვანილია ისეთი, სადაც გლუტენის შემადგენლობა 10-ჯერ და 20-ჯერ მეტია. იქედან გამომცხვარი, სადაც უკვე მარცვალი დამუშავებულია, მარცვალს არ აქვს ის თავისი კატო, არ აქვს ის თავისი ღირებულებები, რაც უნდა ჰქონდეს და ვღებულობთ ჩვენ ფაქტიურად მეტწილად უფრო გლუტენს. გლუტენს ნაწლავის რეცეპტორები ვერ აღიქვამენ. მისი გადამუშავება ნაწლავში ვერ ხერხდება. და როგორც წესი, მათი ყოველდღიური მიღების შედეგად მიდის უფრო ლპობითი პროცესები და იმ ლპობით ადგილას, სადაც ისინი დეპონირდებიან, ანუ სადაც ისინი რჩებიან, მიმდინარეობს პატარ-პატარა ანთებითი პროცესები. სადაც ეს პატარ-პატარა ანთებითი პროცესები მიდის თურმე, იქ ჩდება, პირობითად ეძახიან წყლულებს ან პატარა მიკროდაზიანებები, საიდანაც ხდება იმ ტოქსინების ძალიან თავისუფლად სისხლში გადასვლა. ქრონიკული ანთების ჩამოყალიბება, რომელიც არის ერთ-ერთი ანთების ჩამოყალიბება და ასევე აციდოზის განვითარება. აციდოზი, რასაც ქვია ორგანიზმში დაბინძურება ორგანიზმის ამა თუ იმ სახეობის ტოქსინის და თავისუფალი რადიკალის. ამიტომ აი ამდენად მნიშვნელოვანია სწორი საკვების მიღება. ანუ გლუტენ შემცველი პროდუქტები. ეს არის პურ პროდუქტები, მაკარონები და ბევრი კიდე სხვა, რომელიც აი ამ ასე ვთქვათ, ინდუსტრიაში არის ასე განვითარებული. განსაკუთრებით კიდე მზა რაღაც პაკეტირებული საკვები, ასევე ნახევრად ფაბრიკატები. ამიტომ ამის შემცველად მოისაზრება ალბათ ადამიანები ვერ შეძლებენ რომ ეს ამოიღონ სრულად საკვები ასე ვთქვათ რაციონიდან, მაგრამ არსებობს ჭვავის პური ჩვენთან, ხო?